Hello, Mr. Congressman. It's good to be with you. Thank you. Good to see you. Happy to see you Again, my honor to be with you again. Georgia. Meeting-ებზე მე ხალხი მაბარებს უდიდეს მოკითხვებს თქვენთან ქართველი ხალხი რომელიც ბარიკადებზე დგას უდიდეს მადლობას იმისთვის რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ქვეყნის to thank you for everything you do for Georgia. I thank them. They're an inspiration to the world. ნათელაშვილი შეხვდა და ესაუბრა კონგრესმენ მარკ ვიზის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს კონგრესმენ იან კიმს, კონგრესმენ სილვია გარსიას, კონგრესმენ ბრედ შნეიდერს. და შტაბ-ბეჭდილება მიიღო ვაშინგტონში, რა ჩაიტანა, რა წამოიღო. მან შეხვედრამდე გამოაქვეყნა სხვათა შორის Facebook-ზე 3 სლაიდი ბიძინა ივანიშვილი და მის კორუფციულ კლანზე, მის ოჯახზე, ის ასე გამოიყურებოდა და ერთ-ერთი სლაიდი ასე იყო დასათაურებული ეთნიკურად ქართველი კრემლის მილიონერთა ჯგუფი. აქ შეხვდებით დავით ხიდაშვილს, ასლან აბაშიძეს, თამას გაიაშვილს. ამ სიდან რამდენიმე სახელი და გვარი აჩენს კითხვას და ამას ვკითხავთ მას ცხადია ჩვენს სტუდიაში სტუმრობის დროს. ჯო უილსონი კი არის კონგრესმენი, ვინც უდაოდა არის დღეს ვაშინგტონში ყველაზე გამოკვეთილი ლობისტი, ვინც ითხოვს ივანიშვილის დასანქცირებას, სწორედ ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე. რეალობაა ისიც, რომ ახალი ადმინისტრაციის სხვა წევრების ფოკუსში ამ დროისთვის საქართველო ნაკლებად არის ხოლმე. დაბრუნდება თუ არა საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში ამ საკითხთან მიმართებით ჯერჯერობით ოპტიმიზმის დიდი საფუძველი როგორც უკვე ვთქვით არ გვაქვს როგორც ვთქვით კონგრესმენი უილსონი არის ამ მიმართულებით აქტიური და ამ თემაზეც უნდა ველაპარაკოთ ცხადია ჩვენს სტუმარს რომელიც შეგვიძლია უკვე მოვიცნოთ სტუდიაში შალვა ნათელაშვილი არის უკვე ჩვენს სტუდიაში მასთან ერთად გავივლით თემებს რა წაიღო რა ჩამოიტანა მე როგორც უკვე მაყურებელს ცოტა ხნის წინ ვუამბე მასა ეს ივანიშვილის მაცოცხლებელთა ქსელის მსგავსი სიები Facebook-ზეც ჰქონდა გამოქვეყნებული და სხვათა შორის ჯო უილსონმაც ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია ამ შეხვედრების შემდეგ გამოჩნდა მის სოციალურ ქსელში. მოგზანდით ბატონ შალვა. მოკლედ სანქციების თემას ჩვენ მიუბრუნდებით სტრასბურგის ბრიუსელის კონტექსტში უფრო სწორად და შალვა ნათელაშვილის შემდეგ ამ თემაზე ჩართვაც გვექნება. საღამო მშვიდობისა. დიდი მადლობა. გითხარით პირველ რიგში ბატონ შალვა რა შთაბეჭდილებით დაბრუნდით ახლა ამერიკის შეერთებული შტატებიდან რა წაიღეთ რა ჩამოიტანეთ ეს არის მთავარი შეკითხვა. რა შეიტანა იგივე გამოვიტანა ელჩმან ქართლის სამხო როგორც პოეტი წერს სულხან საბორბელიანზე მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო უაღრესად ნაყოფიერი ვიზიტი დამოგვირგვინებელი შეიძლება ითქვას ლეიბორისტული პარტიის 12 წლიანი ბრძოლისა ვაშინგტონში ივანიშვილის დასასანქცირებლად და მისი რეჟიმის ამ გზით თავიდან მოსაცილებლად. ეხლა მარტო ერთ პიროვნებაზე კი არის საუბარი. რეჟიმია სალიკვიდაციო პოლიტიკური გაგებით და ფინანსური გაგებითაც მათ შორის. გეოპოლიტიკური ვითარებაც უაღრესად ხელშემწყობია საქართველოსა და ამ რეჟიმის მოცილების ასპექტში ჩვენთვის. პირველი ის რომ ოლიგარქი ვეღარ ახერხებს ბალანსირებას მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უკრაინაში ატეხილი ომის გამო. უკრაინის ომამდე ის ახერხებდა ორივე ფეხის ჩადგმას ალტარნატიკის იქით და აქეთ. რა თქმა უნდა ეს საკმაოდ დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული და საბოლოო ჯამში როცა გააყალბებდა არჩევნებს და მითვისებდა ძალაუფლებას, მოსკოვი და ვაშინგტონი ამბობდნენ რომ მოდი ახლა ამის გამერთმეს უნდა წავეჯახებით. ეხლა უკვე ის არიან დაჯახებული უკრაინაში, რომ ამის მესამე მსოფლიო ომის საფრთხესთან ვდგავართ, ხო? მეორე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე სამწუხაროდ უკრაინაში ტრაგიკული ომი. იქმნება ახალი გეოპოლიტიკური სამკუთხედი მოსკოვი, პეკინი, თეირანი, რომლის მიზანია ჩაკეტოს ევრაზიის კონტინენტი და გააძევოს აქედან ატლანტიკური სივრცე. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა და ყველა ის, ვინც მათი გაგებით მათი მტერია. მაგრამ ამას ვერ ახერხებენ საქართველოს გარეშე, რადგან საქართველო არის ერთადერთი გასაღები ევრაზიის შუაგულში, აი დიდი აბრეშუმის გზაზე, შუა აზიის გზაზე და საერთო ჯამში, როცა ჩრდილოეთით რუსეთია დასანქცირებული და სამხრეთით ირანი, ჩვენ ვრჩევით მარტო ვიწრო გასასვლელი გეოპოლიტიკური ღერძი. ამიტომ არის რომ აღიქვეს ატლანტიკაში სერიოზულობა ვითარების და თუ ადრე შეიძლება ახლა ამ ჩემს ტირადებს სანქციებზე შეიძლება კი არა ისმენდნენ, თანაგრძნობას გვიცხადებდნენ, წერილებს იღებდნენ, ანალიზებში ზდებდნენ, მაგრამ მოქმედებები არ იგრძნობოდა. ახლა უკვე ამოქმედებულია ვაშინგტონი და ეს ვაშინგტონის
პულსაცია უკვე იგრძნობა ევროპაშიც და დღევანდელი საინფორმაციოები ევროპაში რაც ხდება აქედან გამომდინარე. ამოქმედებულია ვაშინგტონი ამბობთ, მაგრამ სად ჩანს ეს, რადგან არის სხვა მოსაზრებაც, რომ ადმინისტრაციის ცვლილების დროს ამ ყველაფერს უნდა დრო, რომ კონკრეტულად საქართველოს მოექცეს ახალი ადმინისტრაციის ფოკუსში. ჯო ვილსონი ნამდვილად მანამდეც ახლაც აგრძელებს ამ თემის ადვოკატირებას, ამ სამკუთხედზეც რაც დაასახელეთ ის აქტიურად წერს, მაგრამ რამდენად საკმარისია ეს, რომ თქვათ, რომ საქართველოს არის აქტიურად ვაშინგტონის დღის წესრიგში. თუ არ არის, როდის არის რეალური ვადა, რომ დაბრუნდება, რომ მართლაც ქმედებები კი ბატონო. თქვენ ახლა შესანიშნავი როგორც გშვევიათ ანალიზი გააკეთეთ შესავალში ამ ვიზიტის დაასახელეთ ვისაც შეხვდი, მაგრამ შეხვედრები იყო ბევრად მეტი, 20-ზე მეტი შეხვედრა კონგრესმენებთან, სენატორებთან და ისეთ კრიტიკულ უწყებებთან რომელთა თაობაზეც ახლა მე ვერ გეტყვი თვითონ თუ არ განაცხადებენ. ხო, ეს რაც საერთაშორისო Facebook-ზე საერთაშორისო მოვუყევით ჩვენს. ხო, კი, გასაგებია. ანუ არასაჯარო შეხვედრები. იყო ასეთი შეხვედრებიც, რომელიც მასპინძელთა თხოვნით არ უნდა გახმაურებულიყო, ახლა იქ თავიანთი პროტოკოლები აქვს, საერთაშორისო ურთიერთობას მით უმეტეს მკაცრი ეტიკეტი გააჩნია. კი, აი სახელმწიფოები არ გითხრათ, მაგრამ აი რომ იქ სადაც საგარეო წარმომადგენლები იყვნენ ან თემები, რაზეც ისაუბრეთ. სადაც საგარეო პოლიტიკური კონცეფციები იხარშება აი მოწყობებში. სენატის, კონგრესის, სტრატეგიული ცენტრების ყველა მიცის საქართველოში შექმნილი ვითარება. ყველა იცნობს აი ამ ლიტერატურული სიტყვა მაპატიეთ არამზადის ფსიქიკას, პოლიტიკას და მისი მოღვაწეობის ბრჭყალებში შედეგებს. ყველას პირზე აკერია მეგობრობა G, აი ეს აქტი, რომელიც მოიცავს საქართველოს გეოპოლიტიკური როლის სამართლებრივ ანალიზს. ასეთი რამ არ მიღებულა საქართველოზე კი არა. აი სხვა ამერიკის სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყნებზეც კი სპეციალური კანონი კონგრესს არ მიუღია. ეს არის ძალიან დიდი მიღწევაც, ანუ ჯოს ორი ბოლო აქვსო, მართალია ცუდი ამბების გამო დაგვემართა ამ კანონის პროვოცირების საჭიროება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი აქტია. რომელშიც გლობალურად არის აი ამ რეჟიმის სანქცირებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა და მისი მოცილების შემდეგ უკვე საქართველოს ძალიან დიდი გზის ნათელი პერსპექტივები. სხვადასხვა იმ აქტში საუბარი არა მარტო ქოცობის ზედაფენათა დასანქცირებაზე, არამედ მუნიციპალურ დონეზეა საუბარი, მხედველობაშია მერები, აი ვინც აყალბებს არჩევნებს და ვინც იპარავს ტენდერებს, პოლიციის უფროსები, უშიშრობის ხელმძღვანელები, სოფლის ჟუჟუნა თუ მიხუა ქოს კოორდინატორები რო ატერორებენ სოფლებს და მერე ითრევენ რაღაცა ლიცენზიებს და ტენდერებს და ინერტული მასალების მოპოვების ლიცენზიებს და სხვა და სხვა, ეს მთელი სისტემა აწყო აი ამ კრემლის დივერსანტმა საქართველოში და ეს სისტემა ფაქტიურად იმაზე უარესია, ვიდრე იყო მე-11 არმია 21 წელს საქართველოში შემოსული. ვინაიდან ის იყო გარე ძალა და იძულებული გახდა მაშინდელი რუსული იმპერია, რომ გარე ძალით დავეპყარით. და ეხლა შიგნით შემოუშვა დესანტ ივანიშვილის სახით 12 წლის უკან ოფიციალურად და იმას შიგნით მონახა მე-11 არმიის წევრები, რომლებსაც დაევალათ საქართველოს დაპყრობა და რუსეთსაც ლანგარზე მირთმევა. რუსეთ პეკინ თეირანისთვის ამ შემთხვევაში უკვე. ანუ გეოპოლიტიკურ უზარმაზარ ტრაგედიასთან დაგვეყენა ადამიანმა. ამას ბატონშალო, ნახეთ აი მაყურებელს რომ აუხსნათ, რა ეფექტის მომტანი იქნება? აი ივანიშვილის გარემოცვა, თუნდაც ვიზეც თქვენ საუბრობთ ახლა სტრასბურგშიც კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე მიდის საუბარი, მათი დასანქცირება რა ეფექტი ექნება ამას? ამ დრომდე რაც გვინახავს სანქციები, ახალი არჩევნების დანიშვნის ნიშანწყალი ჯერჯერობით არ ჩანს. აი რა პროგრესს მოიტანს უფრო მეტი სანქცია? პირველ რიგში იმას მოგახსენებთ, რომ რაც ხდება სტრასბურგში და ბრიუსელში, ეს არის ვიმეორებ ასახვა ვაშინგტონში არსებული განწყობებისა და განზრახვებისა. არაფერი მათგან დამოუკიდებლად სტრასბურგ ბრიუსელში არ ხდებოდა და არ შეიძლება მოხდეს ცნობილი მიზეზების გამო, თუნდაც იმიტომ რომ ეს ორი პოლუსი არის მჭიდრო მოკავშირე საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაში. ანუ ამერიკიდან იწყება პროცესი და მე იქ უკვე გრძელდება შოულებრივი ამბავი. ახლა ეგ წამოსკუპებულია ეს ნიკა გვარამია, იქ დიდი მოხსენებით გამოდის. ნიკა გვარამიას გასაგებად ამბობ, გასაგონად. თუ ივანიშვილთან გინდოდა ბრძოლა, არ უნდა გარიგებულიყავი არჩევნების წინ, რომ გილაურს მოიყვანდე პრემიერ-მინისტრად, არ უნდა დაგეკეტა ლეიბორისტული პარტია და თქვენი მონამორჩილი მთავარ არხზე, რაც დღემდე გრძელდება. და როგორც ბოროტი ხმები ამბობენ და პირში გეუბნებენ, არ უნდა აგეღო ივანიშვილისგან 40 მილიონი.
ასე ფარისევლობამ და ორსახოვარმა იანუსობამ მე ასეთი შედეგები იცის. ისევ როგორც არ უნდა ჩასულიყო ძვირფასი მამუკა ხაზარაძე ვაშინგტონში, ვითომ ტრამპის ინაუგურაციაზე სენდროში ბომბიჟებთან რო იდგა გარეთ. ეს ძალიან სერიოზული ბრალდება. ბრალდება რა, ეს შეუბნებიან და ჩვენ ინფორმაცია მოგთხოვენ. ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, რომ ასე იყო და უნდა წვენოდეს ამ პიროვნებას, არ უნდა გამოდიოდეს რისი დაზა სანქციები ეგა. ესაბულებების გარეშე ივანიშვილის გამფული აიღო, რა მტკიცებულება გაქვთ ამის? გილაურ იყო ფულის მომტანი და პრემიერად ამზადებდა ივანიშვილი და დაპირდა ხაზარაძეს და იმას რა ქვია გვარამიას რომ არჩევნებს მოაგებია და მოგმევად ამბობს რომ არასოდეს არ ყოფილა გილაურის პრემიერობის საკითხი. როგორ გეკადრებათ რა ასლაბა როგორ ერთი ბრეჟნევი იჯდა ჩემ ახსოვრობაში დღე-დაღამე ტელევიზორში და ბრეჟნევზე მეტყანს გილაური იჯდა და კითხულობდა რაღაც ეკონომიკურ კონცეფციებსა და საპროგრამო დოკუმენტებს რომ გაემიჯნოს ივანიშვილს. არა გილაურები ძმები არიან ივანიშვილის მარჯვენა ხელები ბიზნესში ეს კაპიტალ გრუპი ეს მთელი ჰიდროელექტროსადგურები, ეს მთელი საქართველოს ბანკი, ეს არის ძმები გილაურების და მოლაპარაკება იყო არჩევნებამდე რომ მოვდეხოთ ლეიბორისტები როგორც შესაძლებელი ასე იყო მანამდე აბსოლუტურად ღიად გადაუხვევდა დასავლურ გზას და დაიწყებდა პირდაპირ დიქტატურის დამყარებას. შესაძლოა სურდეს ამგებიდან ჩამოსვლა ადამიანს გულწრფელად მე ბასიებზე ვსაუბრობ არა გილაურებზე გეუბნებოდი არა როგორ გეკადრებათ ისინი თავის თავს არ ეკუთვნიან საერთოდ ჩვენთან კრიმინალური ბიზნესის სამეფოა ამიტომ ვინც დიდ ფულს იშოვის მე ის თავის თავს არ ეკუთვნის ვინც აშოვნინ ეს ფული იმას იმისი მონა იმისი მორჩილია ისე როგორც ბიზნეს ივანიშვილი არის პუტინის მონა შეიძლება მას ძალიანაც უნდა გაქცევა ერთჩვენი ერთ დღეს სადღაცა ბრაზილიის აგარაკებში სადაც გაამზადა წინასწარ ნიადაგი თავისი ჭკუით მაგრამ აღარ გამოზდის ეგ ამბავი ძალიანაც უნდა მაგრამ ის არ ეკუთვნის თავის თავს მას ერთჩვენი ერთ დღეს იპოვიან დილით პულს გაჩერებულს როგორც ეს დაემართა პუტინის ძალიან ბევრ მოწინააღმდეგეს და ყოფილ მონას ამიტომ რუსეთის მხრიდან აბა რა თქმა უნდა აბა მას აღებული აქვს ვალდებულება რომ საქართველოს ჩააბარებს კრემლს საქართველოს გაყიდის მოსკოვზე და მოაქცევს აი ამ ანტიდასავლურ სამკუთხედში რომელიც იქმნება ახლად რის თაობაზეც მოგახსენეთ ამიტომ მას დადებული აქვს სიცოცხლე სასორზე ასე რომ ვთქვათ და იმისაც თვითონ გადარჩეს და ბედნიერი იყოს საქართველოს წირავს ჩვენს მომავალს წირავს ქვეყნის პოლიტიკურ სიცოცხლებს ხორპლად მიაქვს რუსულ სამსხვერპლოზე აი ეს არის მისი უპატიებელი ცოდა რომელსაც ერი არასოდეს არ აპატიებს და რაც მთავარია იქ ამერიკის სიმაზე შემეკითხეთ ეს ერთი მეგობრობის აქტი რომელიც პროცესშია და აუცილებლად იქნება მიღებული კონგრესში მეორე ამ რეჟიმის არაღიარების რეზოლუცია კონგრესში ესაც ძალიან დიდი სერიოზული დოკუმენტი გახლა თავისი შედეგებით და მესამე რასაც ახლა ექსკლუზივად მოგახსენებ და ჯერ არავინ არ იცის მე უკვე მქონდა საუბარი ვაშინგტონში სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნაზე ივანიშვილის გასასამართლებლად რა თქმა უნდა მის კლანთან ერთად და მინდა გითხრათ რომ ეს გაგებით იქნა აღქმული და თუ ძალიან მალე ბიძინა ივანიშვილი არ გამოაცხადებს ახალი არჩევნების თარიღს, არ შეკრავს გუდანაბადს, არ განთავისუფლებს მიტაცებულ ქვეყანას და დაკავებულ კაბინეტებს, უკანონო დაკავებულს თავისი თანამზრახველებისგან, მას ელოდება საერთაშორისო ტრიბუნალი და სანქციები მოსანატრებელი გაუხდება. აი რა სტადიაშიც ახლა არის, ეს ვითარება მას მოენატრება. ანუ ვიმეორებ რომ სანქცირება გადაწყვეტილი საკითხია წუთები და საათები ითვლება შალვა სია ხომ სიები ალბათ ამერიკის შეერთებულ შტატებში Facebook-ზე სიები გადავეცი განსხვავებებიც იყო იქ ამერიკაში არსებულ სიასთან სტრასბურგში არსებულ სიასთან ანუ მაგათაც თქვენთან ხედავდი მათ შორის მოსკოვის ნაწილში ასლან აბაშიძეს მიხეილ ლომთაძე ასლან აბაშიძემ წაიღო აქედან მილიარდი მოიპარა აჭარას და საქართველოს ესენი რა სიაში ყავთ მე გეტყვით საქმე იმაშია რომ მოსკოვს ყოველთვის ყავს რეზერვი ანუ ის არასოდეს არ ენდობა ერთ პარტიას ან ერთ სუბიექტს ან ერთ ჯგუფს ეს იმპერიული წესია არა მარტო მოსკოვის მაკონტროლებლები იქით აქეთ და სარეზერვო ჯგუფები და პერსონები. ამიტომ თუ რაღაცა დაემართა მათ მიერ ამჯერად აქ მოვლენილი ივანიშვილს მათ შეუძლიათ გააქტიურონ სხვა ოლიგარქები. ეს არის დავით ხიდაშელი კომპანია გეტყვით კომპანია აი ესია გადავეცი მე ვაშინგტონს და მიდის დაზუსტება და კიდე რაღაცა მიწერ მოწერები და შეიძლება ვიღაცები დაემატოს
აქ კიდევ. ეს არის მოსკოვის ბლოკი, მეგობრებო, რომლებიც ახლა აქ ისე აშკარად არ ჩანან. ნუ ეს ჩხარტიშვილი, ეს რუხაძე, ესენი ვიცით, მაგრამ აი ამ საკითხზე წეგან დავიწყე საუბარი, მაგრამ თქვენ მაინც ახლა კოლეგოებას იცავ და უფრთხილდებით ხოლმე ვიღაცებს ეს მესმის, მაგრამ როცა ქვეყნის გადარჩენას ეხება საკითხი, იქ უკვე ზედმეტი გულჩვილობა აღარ არის კარგი ამბავი, ჩემი მეგობრული არ არის სტანდარტია ჟურნალისტური. აი ახლა რო ჩავიდა ეს ხაზარაძე, დაიწყო აი ამ ისა რა ქვია გილაურებს და რუხაძეებსა და ამ ჩხარტიშვილებს ლობირება, რომ კაი ხალხი ეგენის სანქციებიდან ამოიღეთო. ვინ დაავალა მას ამის გაკეთება? ჯერ თვითონ არის ახლა მე თუ მგითხავ დასასანქცირებელი, რაც მაგან იყაჭაღა და აი ახლა მარტო ბოლო 1 წლის ანგარიშით 3 მილიარდამდე მოგება. არ დაუსახელებისია ხომ არ ჩაკიტალიან ბატონო. არა, ახლა არ გავაკეთე, მაგრამ ცოტა ჭკუით უნდა იყოს ზოგიერთი კატეგორია, რომლებსაც არ აქვს უფლება საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოდის ასეთ ამამად და ის რა ქვია ბუს რო არის სვას თავზე ისე ილაპარაკოს და თან ვიღაცებს კუდა ხარებს სხვას ბუზებს უგერიებდაო. ვიღაცების გადასახადები წავიდა ვაშინგტონში, რომ სანქციებში არ მოყვნენ ჩხარტიშვილი და გილაურები და ვიღაცები. როგორ შეიძლება ვაწყობთ ამ საქმეზე? მთელი ერი ეწირება, ბავშვები ციხეებში შეხედა, ხალხი გადეთ ქუჩაშია გამოსული, საქართველოს მომავალი ეწირება აი ამ დანაშაულებრივ რეჟიმს და მათი ბიზნესმენ ოლიგარქების საქმიანობას და შენ ჩადიხარ ოპოზიციონერი იქ და ვაშინგტონში აწყობილ საქმეს ანგრევ და შლიდა იქ ეუბნები, რომ არ იქ ეს ამოიღეს სანქციებისგან და კაი ბიჭე, ჩემი ძმაკაცები, ჩემი პარტნიორი, ჩემი მეგობარია. ეს არის დაუშვებელი. ეს არის დაუშვებელი დანაშაულებრივი ქმედება ქვეყნის წინაშე. მიხეილ ლომთაძეზე გეკითხებოდით რა. და საერთოდ ჯამში მაბატეეთ რა ეს გვარამია მოცილეს ამ თავარ არს და საერთოდ საჯარო სივრცეს მისი გამოჩენაც ის რიცხვილია და ხაზარაძე კეთილგინებოს და ტევ საკონტროლო აქციები გადაანაწილეს ჟურნალისტებს, როგორც მოხდა ეგ ფორმულაში და მისცეს იმ ჟურნალისტებს დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება და ნუ აქვს შედგენილი შავი სიები, რომ აი შალვა არ მოიწვიოთ ნათელაშვილი და აი ის მოიწვიოთ პეტრე და პავლე. ეს არ არის ხაზარაძის გადასაწყვეტი საკითხი. ხაზარაძემ რაც გადაწყვიტა და რაც დაგვაქცია და ჩხარტიშვილმა და ივანიშვილმა სახეზე ეს ყველაფერი. ამ თემას ახლა მოდით თქვა ახალ ბიზნესმენებზე, რომლებიც არიან თქვენ სიაში. მიხეილ ლომთაძე იყო დავით ხიდაშვილი სისტემების ხიდაშვილი გასაგებია ხო მეტნაკლებად. აი რომან ფიფია რატო, მიხეილ ლომთაძე რატო? მიხეილ ლომთაძე არის 5 მილიარდიანი FSB-ს მილიარდერი, ვითომ ყაზახეთში მოღვაწე. სინამდვილეში ახლა ყაზახი და რუსი რამ გაყო გეოპოლიტიკურად. მინდა გითხრათ, რომ ყაზახები დიდ ფულს აკეთებენ ბათუმში ჩასვლა ბიძინა ივანიშვილმა და მისი პარტნიორები არიან ბათუმის პორტში. ვიცით ბიზნესით ყაზახე რუს-ყაზახური ბიზნესია ბათუმში არა, მაგრამ ეს სარეზერვოდ ყავს FSB-ს. ეს ტიპი და მისი ინტერვიუები თქვენ ნახეთ, უკვე საპიერო ინტერვიუებს იძლევა და ახლობით ივანიშვილი რო აპირებდა პოლიტიკაში შემოსვლას, იმის მსგავს. ასლან აბაშიძე ასევე დიდი წინაპრის მიუხედავად თავისი მოღალატეა სამშობლოში და ძარცველი თავისი ქვეყნის მან კეთილი უნდა ინებოს. რეზერვად მოიაზრება ივანიშვილის ბატონო. როგორ? ივანიშვილის რეზერვად შეიძლება ასლან აბაშიძე მოიაზრება. ეხლა თვითონ ასაკობრივი მომენტის გამო აქტიურ პოლიტიკაში არ შემოვა, მაგრამ რო დავალებს FSB, იმ აქედან მოპარულ მილიარდს გაუშვებს რომელიმე პრორუსულ პარტიაზე. აი ეს არის უბედურება. რომან ფიფიაც გითხარით კიდევ ერთი. სოსო ორჯონიკიძე. აი რო წამოჭიმეს დავით კინგის სანაპიროზე. ეს ლუჩკოვის ყოფილი მოადგილეა, აქ საქართველოს კომკავშირის ცეკას ყოფილი პირველი მდივანია, ასევე ფულის სტომარა, რომელიც შეიძლება FSB-მ გააქტიუროს. ამიტომ ჩვენ აი როგორ არიცით, მედიცინაშიც ასია და კრიმინალისტიკამდე ბრძოლაშიც პრევენცია მთავარი, თავიდან აცილება მთავარი. აი მთელი ერი რო დამდგარიყავი თავის დროზე ფეხზე და არ დაგვეშვა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა და რო გვემხილებინა 90-იანი წლებიდანვე რასში ვერეგასთან მქონდა საქმე, აი ეს დღე არ დაგვიდგებოდა. აქ ჩემი ბრალიც არის გარკვეულწილად. რამდენჯერაც დავიწყებდი დარტყმებს, თვითონ პარტიაში დაიწყებოდა, აბა ბიჭო დავანებოთ თავის ზემოიმერლებს ნუ აწეინებთ, ჭიათურო და საჩხერე გადაგვეკიდება, არ და უსაზღვროდ მიყვარს ეგ ხალხი მე და ნუ აჰა ჩერდებოდი და აჰა გაჩერდება რა მოვიტანა. ამიტომ ეხლა უნდა ეთქვას, ეს თამაზ გაიაშვილი გახლავთ ის, ვინც რუსეთის საჰაერო გზით შემოიყვანა უკან და ფაქტურად წარმოადგენს ლობის კრემლის ლობის. კეთილი კი ბატონო. ჩავიდეთ კიდევ აგერ ჩავყვეთ ბარემ რო იცოდეს ხალხმა ჩხაიძეები ეს გაქანებული კრემლისტურ ივანიშვილისტური ვითომ ბიზნეს ჯგუფი სიამდვილეში FSB-ს ჯგუფია შემოსული. ჩვენეთ ესია ჩვენც თქვენი სლაიდი ვაჩვენეთ მაყურებელს თქვენი სლაიდი ვაჩვენეთ. ხო, აქვე არის დასასრულისკენ რომ წავიდეთ, აი ახალი აქვე არის პეტერბურგელი მილიონერი კაკაბაძე, აქვე არის კიდევ ეს რომან ფიფია ძალიან ცუდ როლს ასრულებს მთლიანად პროცესში.
ღია აგენტია, ვითომ ბიზნესმენი, რა ბიზნესმენი ეს არის და ეს ცეცხლებზე კიდე ვიღაცებმა მითხრეს, რატო შეიტანეო არ აქტიურობს ეს ცეცხლზეო, ჩადის ეს ცეცხლზე და მათ შორის ეს პიპიაც დონეცკში, დონბასში, ჩაქვს ჰუმანიტარული დახმარება. თითქოს იქ უკრაინელებს არ სჭირდებოდათ ჰუმანიტარული დახმარება, ან არ სჭირდებოდათ გალის რაიონში, რომ იხოცება ჩვენი ხალხი იქ 5 ბავშვი დაიწვა ამას წინათ იქ უპატრონობის გამო, გახსოვთ გალში, ხო? ან იქ არ სჭირდებოდათ ჰუმანიტარული დახმარება. ან ცხინვალში დარჩენილ რაღა დარჩა ახალგორში და დარჩა რაღაცა ქართველების ჯგუფი, მათ აჭირდებოდათ დახმარება, ჩააქვთ ეს ჰუმანიტარული ტვირთი და აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომ პუტინს და ლავროვს შეშურდება. აი ეს პიპია და ეს ცეცხლაზე. ამიტომ ეს მოსკოვის სადესატო ჯგუფის განეიტრა უნდა მოხდეს რაც შეიძლება დროზე. ახალი არჩევნები მთავარი ფოკუსი როდის როგორ რანაირად წავიდეთ შეჯაბებისკენ ამ კითხვით როგორ წარმოგიდგენიათ ეს. რაც უფრო იზრდება სანქციების ტალღა, იზრდება წნეხი მოქალაქეებზე ივანიშვილის მხრიდან, უფრო სასტიკი, უფრო დაუნდობელი ხდება სისტემა, უფრო რეპრესიული ხდება სისტემა, კანონებით ასე შემდეგ. ხო და რაც რეპრესიული ხდება სისტემა, მით უფრო მალე ემხობა ისტორიის კანონების მიხედვით. ამიტომ თავის საკუთარ დამხობას ამზადებენ ამით. ამჯერად ივანიშვილს აღარ გამოუვა ფულის ხარჯვის გზით ლობისტური კომპანიების დაქირავება და ვაშინგტონში ჩალიჩი ასე რომ ვთქვათ, მინდა მოგახსენოთ რომ წინა პერიოდში ეს გამოუვიდა. ეს გამოუვიდა. ახლა ყავს მას ლობისტები, სხვა პოლიტიკური ჯგუფები ამბობდნენ რომ მუშაობს აქტიურად. ეხლაც გაგზავნილი ყავს ვიღაცები, მაგრამ სრულიად უშედეგოეს და რატომ გეტყვით? ამერიკის საგარეო პოლიტიკა კონცეფციური და დოქტრინალურია. არასოდეს არ განისაზღვრება ის პრეზიდენტის მიერ, რაც არ უნდა ჭკვიანი პრეზიდენტი იყოს, ეს რუზველტი იქნება, კენედი იქნება, ის ბუში იქნება თუ რეიგანი იქნება. კონცეფცია გაუმუშავდება გეოპოლიტიკური მოთხოვნილებებიდან. გეოპოლიტიკური მოთხოვნილება დღეს არის ამერიკის გამოწვევა, იმიტომ რომ მას აგდებენ ევრაზიის ცენტრიდან და ფაქტურად ევრაზიის კონტინენტს იკავებს რუსეთ, ჩინეთ და ამერიკისადმი მტრულად განწყობილი ძალები. შესაბამისად ამას ტრამპს დიდი სიმპათიებიც რო ქონდეს ამ რეჟიმის მიმართ, რაც გამორიცხულია, ამას ვერ გაბედავს და ვერ გარისკავს. მით უფრო თუ ეს რეჟიმი მხილებულია ტერორისტულ სისტემებთან ურთიერთობაში, რის თაობაზეც ვილსონის განცხადებებს ხშირად ვისმენთ. აი სამწუხაროა ის, რომ თქვენი ტელევიზიის გარდა არც ერთმა არ აჩვენა ის კადრი, როდესაც ვილსონმა ჩამოხსნა ქართული დროშა ფლაგშტოკით უკიდია, იქ ისე დამალული კი არა, დაიკავა ხელში, მეც დამაჭერინა ხელში და ეს გადააღებინა რატომ იცით? აი ქართველ ხალხს უთხრა რომ მე მარტო დროშა კი არ მიკავია ხელში თქვენი, გულით დამაქვს საქართველოს, გულით მიყვარს საქართველოს. ეს ეჩვენებინა ტვ-პიროს და მთავარავს. თუ თქვენ მართლეებთ ოლიგარქს არ ახართ შეკრულები და არ ახართ მისი ფულით მოხიბლულები, ეს კადრი მაინც რატო არ ეჩვენებთ? ვილსონი და ის დროშა გაჩვენებინათ. მამაცხონები სალომე ზურაბიშვილზე გითხარით ბოლოს. ხო, მის როლს როგორ ხედავთ? ამასთან დაკავშირებით აი რა ტიპის აქტორად განიხილოთ პროცესში ახლა მეხუთე პრეზიდენტს? ხო, აი ზუსტად მივხვდით რაზე უნდა გადასულიყავი და თქვენი კითხვა ემთხვევა ჩემს განწყობას, რაც უნდა მეთქვა თქვენთვის. იქ არავინ არაფერს არ კითხულობს ვაშინგტონში. არ აინტერესებთ რომელი პარტიას რა პოზიცია აქვს. რომელი ბრძენი ლიდერი რას ფიქრობს, ის ოპოზიციური იქნება თუ პოზიციური. რომელი პარტია რომელთან იქნება და რა. ეს საერთოდ არ კითხულობენ ამას. არც ის აინტერესებთ პრეზიდენტი ახლა ვინ მიაჩნია და ვინ მიგვაჩნია და სხვა და სხვა. აინტერესებთ ერთადერთი რამ და ყველა კითხულობს ინსტინქტურად ერთი და იგივეს. ხალხი რას ამბობს? ხალხი რას ამბობს? ეს ვკითხავ კონგრესმენებმა, ეს ვკითხავ სენატორებმა, ეს ვკითხავ ვილსონმა, სტრატეგიულმა ცენტრებმა და როდესაც უდასტურებ, რომ ხალხისთვის მიუღებელია ეს რეჟიმი, ეს სისტემა, რომ ხალხი ცივილიზაციისაგან მოილტვის და ქუჩაში დგას, სახე ებადრებათ და აი თავის თავს ეუბნებიან გულში რომ ხო, სწორია ჩემი პოზიცია რომ საქართველოს უჭერ მხარს. დანარჩენი არ აინტერესებთ აქ ის არასამთავრობო ზურაბიშვილიც არ აინტერესებთ ანუ რა პოზიციაზე არის. კითხვაც არ ყოფილა. არ ზურაბიშვილი ეს საერთოდ არ იციან ეს ვიღაც თვითდანიშნული ფეხბურთელი რომ ყავლაშვილის ლეგიტიმაციის საკითხი. ეს მაგრამ რა თქმა უნდა ახლა ზურაბიშვილი ამ ეტაპზე ლეგიტიმურად არის მიჩნეული და ლეგიტიმაციის ხარისხი მისი უფრო მეტია მიუხედავად ჩემი ნეგატიური განწყობისა მის მიმართ. ამ შემთხვევაში ეს გვაწყობს ამ ვითარებაში ზურაბიშვილის ოჯახური პირადი ინტერესი და ქართული ეროვნული ინტერესი ერთმანეთს დაემთხვა ღმერთს მადლი დაემთხვა ერთმანეთს გვაწყობს ეგ ამ ეტაპზე რომ ქვეყანას გამოადგენს ერთხელ მაინც რაღაცა შეეს ქალბატონი თავის წინაპრებიანად მოკლედ და ეს არის ძალიან კარგი სიტუაცია ვიმეორებ წინაზე ივანიშვილმა შეძლო მე ხლა არ მიყვარს
მოგეხსენებოდა ეს ჩემი ნაკლიც არის ალბათ ბევრწილად, მაგრამ ვფიქრობ რომ სწორია, ესე უნდა ვიქცეოდე და საერთოდ ადამიანის მოვლენა არის სიმართლე თქვას. წინაზე ტრამპის ადმინისტრაციას ჩემგან კრიტიკა არ აკლდა იმის გამო რომ ვერ დავინახეთ აქტიური მოქმედებები იონიშვილის წინააღმდეგ და მეცაც გეტყვით ძალიან სუსტი ქმედებები დავინახეთ. ელჩს არ იღებდა ამერიკის ელჩს წელიწად ნახევარი კაცი. ვერ დანიშნა ტრამპმა ელჩი აქ. გახსოვთ ხო ეს? ახლა ჯერ თავს იკავებთ კრიტიკისგან ელოდებით ტრამპის მოქმედებას. გეტყვით. შემდგომ როცა 2020-ში აი ეს ცნობილი უზურპაცია გააკეთა ძალაუფლების და ფანჩატური შევკრიბდა და ყველა პარტია შევიკრიბდა პარლამენტში არ შევდიოდი და იშლებოდა რეჟიმი ტრამპმა რაკნა. უშუალოდ ტრამპმა არა, მაგრამ ვიმეორებ, გარემოცვიდან მაიკ პომპეო ჩამოვიდა სახელმწიფო მდივანი. 3 დღე იჯდა აქ, მაბატეთ, მნიშვნელოვანი რამეს ვამბობ. 3 დღე იჯდა აქ, მაგრამ ბოლოსკენ როცა მივდივართ, მაშინ შედიხართ ეშხში. საერთოდ აზარტი მოგდის გზადაგზა. ხმარა მოუღია მაიკ პომპეოს ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სახელმწიფო საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჩადის რომელიმე ქვეყანაში და განცხადებასაც არ აკეთებს, ამერიკის დიპლომატიაში უპრეცედენტო რაღაცა იყო, წავიდა 3 დღის მერე კმაყოფილი, მაიკ პომპეო ჩემი მეგობარია, ხლა ამიტომ ლაპარაკობ, ნაწყენი ვარ მასზე, იყო კანზასის კონგრესმენი, მე გახდა CRU-ს დირექტორი, მე ახლა აღარ მქონია სპეციალისტი რამთერდობიდან მქონიყო და უცბად ხედავ, ჩემგან იცოდა რა ღვთისმფრიდან გადავარდნილ ავაზაკთან მქონდა საქმე. ჩემგან იცოდა მაიკ პომპეომ და ამის მოხდებოდა ჩაუძომა კაცი. აქა და გადაარჩინა ის სხვადასხვა შარლ მიშელამდე მაიკ პომპეომ შეასრულა ობედიტი როლი ამ ყველაფერში. ეხლა რომ ცუნდოდეს ტრამპს ამის დახმარება, ხო ეს ჯერ ერთი გამორიცხულია. მელანიამაც როს თხოვს. ეს აღარ გამოუვა და რატო გეტყვით? თელმა ამერიკამ და ევროპამ გაიგო რამ მტერთან აქვს საქმე. არ მარტო საქართველოს მტერთან, არამედ ცივილიზაციის მტერთან. ეს ერთი და მეორე. ტრამპს უმრავლესობა კონგრესში 2 დეპუტატი თავობს, მედით კი არა. 2 დეპუტატი რო გამოეცალოს, უმრავლესობა აღარ იქნება და დემოკრატები გაუშანშალებენ იმპიჩმენტს. კარგ სცენას არ ელოდებთ არც ერთ შემთხვევაში ივანიშვილის. ტრამპი რომ რაღაცა გაიგვიძოს და დიდი სიმპათიები გაუჩნდეს. არ წავა, უკან არ დაიხევს და იმპიჩმენტი არის გარანტირებული. ახალი არჩევნები არის გარდაუვალი, რეჟიმის შეცვლა არის ისტორიის და ქართველი ერის გულში გადაწყვეტილი და აი ახლა ზუსტად ის დროა, აგაგიწერეთ ელბორ დაგვიბარემ დავიწყარ ლექსში. ახალგაზრდებო, თქვენი ცით გამოდით თქვენი ჭირიმე. მადლობა შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. მადლობა შალვა ნათელაშვილს კიდევ ერთხელ მადლობა სტუდიაში რომ მოხვედით სტუმრად ბატონ შალვა უნდა